$1,000,000-იან კომპენსაციაზე უარის თქმა გინანიათ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. მოგვიყევი ეს ისტორია, რატო თქვი უარი? ეს იყო გადაღების დროს ეტლიდან გადავყირავდით, მოკლედ მოხდა ის, რომ ცხენმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ გაჩერდა და დაიწყო უკუსვლა. ჩემმა რესპონდენტმა უკვე ვერ დაიმორჩილა ცხენი და აღმოჩნდით უცებ ხრამში და რის მერეც მივიღე ძალიან დიდი დაზიანება. და არ ვიცი, ორი ურთულესი ოპერაცია გავიარე, სიკვდილსაც ჩავხედეთ, თვალებში მქონდა. მართლა ის მომენტი, რომ რამდენად გადავრჩებოდი უცხო ქვეყანაში, არავინ არ იცოდა, იმიტომ რომ თავიდან ვერ გავაცნობიერე სიმართლე რომ გითხრა ეს ამბავი, რომ გადავყირავდით და ეს 6 ადგილას ფეხი რომ გადამტყდა. 6 ადგილას გადაგტყდა ფეხი? ბატონო, და იმის გამო რომ ამ ყველაფერს იღებდა ჩემი შვილი, იმაზე ვფიქრობდი, რომ სანდრომ არ ინერვიულოს თქო და ვაწყნარებდი იქეთ, რომ დემეთქე, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად არის და ანუ მე გონება არ დავკარგეთ. რა თქმა უნდა, იყო ტკივილები უკვე, იყო ურთულესი პერიოდი, ერთი ოპერაცია, მერე 7 თვე რეაბილიტაცია, მერე მეორე ოპერაცია, 2 ანესთეზია, უამრავი მედიკამენტი, გამოკვლევა. იყო ჩემს ცხოვრებაში ეტლიც, ვოლქერიც, ჯოხიც, დახმარების გარეშე ვერ გადავაადგილდებოდი და ძალიან უცებ გაჩერდა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ისე უცებ, რომ გეგმები მქონდა უამრავი, გიორგი, ამერიკაში, ანუ გარდა იმისა, რომ გადაღებებს ვაწარმოებდი, გავიცანი ამერიკელები, პროდიუსერებიც, ჟურნალისტებიც, ერთი ადამიანი იყო, მაგალითად, ნოე სულაბერძეს ვეძახი ამერიკას, ოღონდ 9 პროექტს ერთად ხელმძღვანელობდა და ეს ადამიანიც ემზადებოდა უკვე, რომ წინსწრებით ხო წერენ გადაცემებს, რომ რაღაც ერთ-ორ შოუში უკვე დამპატიჟა მიმიწვია და მამზადებდა, რომ იქაც გამოვრჩენილიყავი. გააკეთა ჩემი პორტფოლიო და გადააგზავნა ისეთ საიტზე, სადაც ყველა ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია და შენი პორტფოლიოს მიხედვით გარჩევენ. იმის შანსი რომ მიხვიდე და მინიმუმ გაიცნო ეს ხალხი და რაღაც ჰოლივუდელ ვარსკვლავებთან ერთად აღმოჩნდე, რაღაცა ესეთი ჩემი პატარა ოცნებები და გეგმები მქონდა. რომელი ეხა ჩვენგანი მსახიობი ტელეწამყვანი არ ოცნებობს ჰოლივუდში მოხვედრას, თუნდაც. ვის იღებდი? რა ტიპის ქართველი რესპონდენტი მყავდა, ბიზნესმენი, ამერიკაში მოღვაწე, სტიქაროსანი, ძალიან ბევრი ობიექტის მფლობელი და კომპანიის და ამ ადამიანს ესე განსხვავებულად იმიტომაც ჩავწერე, რომ ძალიან უყვარს ანუ საქართველო, ქართული ჩოხა, ფაფახი, ცხენი, ეტლი, ყველაფერი მისი იყო და ურთიერთშეთანხმებით გადავწყვეტეთ, რომ ასეთ ფორმატში უნდა ჩამეწერა მასთან ინტერვიუ. ეტლი, სადაც დაჯექით. ვინ მართავდა ამას? თვითონ მართავდა, უბრალოდ ბოლო წუთებში რადგან ეს ცხენი გაჩერდა და იქ უკან წამოვიდა, ძალიან ვიწრო იყო გზაც და ხრამი იყო ძალიან ახლოს, ვერ დაიმორჩილა ეს ცხენი და უცებ აღმოჩნდით, ანუ ბორბლები აღმოჩნდა ჰაერში და გადავტრიალდით წამებში. ეს კაცი გადარჩა. კი, ჩემი რესპონდენტი გადარჩა. აქ თავარი თემა არის $1,000,000-იანი კომპენსაცია, რომელზეც შენ უარი. ჩემი რესპონდენტის გამოვთქვი უარი, იმიტომ რომ არ გამოდიოდა კომპენსაციის აღება მის საწინააღმდეგო ჩვენების დაწერის გარეშე და მე ამ ყველაფერს ხელი არ მოვაწერე და არ ვუჩივლე ჩემს რესპონდენტს. შენ აღიარე რომ ვინანეო. როგორც ჩანს არ დაგიდგა გვერდით შემდეგ ეს ადამიანი. ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გაქრა. დაიკარგა და ჩემი კურნალობის ოპერაციის ხარჯები მთლიანად დაფარა შტატმა, როცა ასეთ გამოუვალი მდგომარეობა, შტატი იღებს ამას თავის თავზე. და კი ბატონო, ვიმიყვანა საავადმყოფოში, ეს საბუთების მოწესრიგებაშიც დამეხმარა, თუმცა ძალიან მალე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და აღმოჩნდი როგორი გაკვირვებულიც ამ ადამიანისთვის ეხა პიარის და კარგის მეტი მართლა არაფერი გამიკეთებია. მე მის საწინააღმდეგოდ არც ვაპირებდი არაფრის დაწერას, თუმცა 4 ადვოკატი ერთად დამსდებდა და მეხვეწებოდნენ, რომ ოღონდ ხელი მოაწერე. შენ არ იცი, რამხელა ფულს კარგავ და ეს кейსი რამდენ $1,000-იანი სასამართლო და მოსამართლე, ანუ ყურადღებას აქცევს, რამხელა ზარალი მოგადგა შენ. ანუ ჩემი ცხოვრება გაჩერდა, ჩემი გადაცემა შეჩერდა, გარდა იმისა, რომ უდიდესი ტკივილები, რისკი, ოპერაციები, ანესთეზიები, მედიკამენტები გამოვიარე, ვერც იმ კასტინგებზე მოვხვდი, მირეკავდნენ, დღემდე მომდის მეილზე, სხვათა შორის ანუ შემოთავაზებები, შანსები, ჩემი ამერიკული ოცნება, ყველაფერი დავკარგე, მათ შორის ჩემი საქმეც, სამსახურით, ჯანმრთელობა, რაც მთავარია, იმიტომ რომ მე რო დღეს ფეხზე ვდგავარ, ეს არის სასწაულის დამსახურება, პირველ რიგში მართლა უფალმა გადამარჩინა
ამერიკის ჰოსპიტალის და ექიმების, ახლა უკვე ჩემი ქეთის და არ ვიცი, აი ჩემი შვილის, ჩემი დის და დისშვილის, ვინც ჩემს გვერდით იყვნენ. არაფერი არ გადაუხდია ამ ადამიანს? არაფერი. საერთოდ გაქრა და მე შევხვდი მას რაღაც პერიოდის მერე უკვე საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას. შემთხვევით? არა, დავურეკე მერე რაღაცნაირად მიპასუხა, მეთქი ნახვა მინდა შენი თქო და უბრალოდ დავუსვი კითხვა, რომ რატო დაიკარგე ასე, რატო მომექეცი? იმიტომ რომ თვითონ ახლა ამერიკის მოქალაქეა და ჩემზე კარგად იცის კანონები და ძალიან კარგად იცის რაზე ვთქვი უარი. თან ყველაზე საინტერესო რა იყო, იცი გიორგი, თვითონ არ უწევდა ამ თანხის გადახდა. სადაზღვევო კომპანიას უნდა დაეფარა კომპენსაცია. და რა გიპასუხა შენ ამ კაცს? მიპასუხა, ხო, მისი პასუხით საინტერესოა. მე მეგონა რომ მაინც მიჩივლებდიო და მე მეგონა რომ მაინც კომპენსაციას მოითხოვდიო და ამიტომ დავიკარგეო და მეთქი მე ხო ნახე რომ არაფერი არ მოთხოვარ. რას ეტყოდი დღეს ამ ადამიანს? ძალიან გამიჭირდა გიორგი რა იცი რომ უკვე იმდენად ვებრძოლე ჩემ თავს თან აბსოლუტურად მარტო რო რჩები 7 თვე ერთ ოთახში ჩაკეტილი და სანამ ვინმე არ მოვა და არ აგაყენებს რომ ვერ დგები და შენით ვერ გადაადგილდები, ძალიან გამიჭირდა ადამიანურად ამ ყოლაფრის გადახარშვა და მე არ მინდოდა რომ გავბოროტებულიყავი, აი მასზე გაბრაზებულიც ვიყავი, ბევრჯერ მიტირია, ბევრჯერ აი დამირეკია რომ მეთქი ოღონდ მიპასუხოს რომ უბრალოდ რატო მომექცა ასე რომ, იმიტომ რომ მართლა არ ვიმსახურებდი, იმიტომ რომ თვითონ იცის მე ის რას გადავარჩინე. რას ეტყოდი? ვეტყოდი იმას რომ მე უკვე მას ვაპატიე, მაგრამ არ შეიძლება ასე. ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ბევრი რამე არ თქვი, მაგრამ ბევრი რამე იგრძნობოდა შენს ნათქვამში.